გამარჯობა ბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ, რომ ბევრი თემა დაგროვდა, რაზეც საინტერესო იქნება საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია. თქვენის ნებართვით საუბარს დავიწყებ იმ კრიზისით, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ევროპის კონტინენტზე, ხანგრძლივი ომის თვითმხილველები ვართ და ამას დაემატა უკვე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები. პრაქტიკულად ქვეყანა არის ცეცხლის რკალში. ერთი არასწორი ნაბიჯი და ეს ცეცხლი შეიძლება მოედოს ჩვენს ქვეყანას. როგორ გადიხართ ამ რთულ გზას? ძალიან ბევრი გამოწვევებია, რაზეც ჩვენ გადაცემის მსვლელობისას დეტალურად ვისაუბრებთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მევესალმები იმედის ტელემაყურებელს განსაკუთრებულად, რომ ამ სანქციებთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს პრეზიდენტმა, მით უმეტეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის ეს სანქცია დაწესებული და ამიტომ აუცილებელია მხარდაჭერა, იმიტომ რომ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა და უმრავლესობა ჩვენი მოქალაქეების არჩევანს აკეთებს იმედის ტელევიზიაზე და ამიტომ აუცილებელია როგორც პრეზიდენტი ყველასი დაიცვას ჩვენი მედია საშუალებები. ეს მცირე რაკურსი. უმრავლესი მადლობა ჩვენ ამ თემას ოდნავ მოგვიანებით უფრო ცლად დავუბრუნდებით, მანამდე ის ცეცხლის რკალი, რომელიც ჩვენს გარშემო თუ რუკას დავხედავთ, ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა. რა თქმა უნდა, თავად გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოსი გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს და მე მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს. ვიქნები გულწრფელი, ამისთვის ჩვენ მომზადებული ვართ, მომზადებული შევხვდით ამ პროცესებს. ეს იყო გონიერი, თანმიმდევრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესზე მორგებული სამოქმედო გეგმა და პოლიტიკა და თავარი იყო საკითხი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ინფორმირება ჩვენი საზოგადოების თუ რა პროცესები შეიძლება განვითარებულიყო ჩვენს გარშემო. თქვენ ახსენეთ ეს ცეცხლის რკალი, ჩვენ წინასწარ საუბრობდით ამ თემებზე და კარგია რომ ამისთვის ჩვენ მოვემზადეთ და ის რომ ჩვენი გონიერი საზოგადოება დადგა თავის ხელისუფლებასთან ერთად, სწორედ ამან მოიტანა ის პროცესები, რომელიც ჩვენთან დღეს მიმდინარეობს და ამას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მშვიდობის კუნძული. ამ სიტუაციაში, ამ ცეცხლის რკალში ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, რა თქმა უნდა, დიდი ზეწოლების ხარჯზე, თუმცა ეს ჩვენ ყველაფერი წინასწარ ვიცოდით. თავარია არ იყოს პანიკა, ქაოსი და ყოველთვის იყოს მომზადებული ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რომ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს. უდიდესი გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, ჩვენს სახელმწიფოს და მსგავს გამოწვევებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თუ გონიერია ხელისუფალი როგორ იმოქმედოს და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ის რაც მე ვისაუბრე, პრაგმატიზმზე, რეალობის აღქმა სწორად წინასწარ გაანალიზება გამოწვევების და მომზადება საზოგადოების და ამან მოიტანა შედეგი და გარდა მშვიდობისა ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვავითარებთ ქვეყანას და ეტაპობრივად ვეხებით თითქმის ყველა სფეროს. უმთავრესი საკითხია რა თქმა უნდა უსაფრთხოება ეკონომიკურის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ამისთვის ყველა ერთად მნიშვნელობა არ აქვს ეს პრეზიდენტი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებელია თავის სახელმწიფოზე და ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გავითავისოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და რა თქმა უნდა ყოველთვის მომზადებული შევხვდებით ნებისმიერ გამოწვევას. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამბობთ რეგიონში მშვიდობის კუნძული საქართველოზე, მაგრამ ეს ხდება გეოპოლიტიკური ქარიშხალის ფონზე. ის რასაც ვხედავთ ევროპიდან ცალკეული ქვეყნების ლიდერების თუ ბიუროკრატების მხრიდან რა შეფასება შეიძლება გავაკეთოთ ამ მიმართულებით და აქვე გითხავთ დღემდე ქართულ ოცნებას, საქართველოს ხელისუფლებას და არა მარტო ხელისუფლებას, საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას არ პატიობენ იმას, რომ ხარი არ დაუჭირეს მეორე ფრონტის დაშვებას ჩვენს ქვეყანაში. რატომ გადალახეს ყველა წითელი ხაზი საქართველოს კონტექსტში, სადაც არის მშვიდობა? ხო, თქვენ ახსენეთ მეორე ფრონტი და ალბათ ყველაზე
კარგად გამოკვეთილად ეს პროცესი განვითარდა უკრაინაში ომის დაწყების დროს, რუსეთის მიერ ომის დაწყების დროს გამოიკვეთა ეს პროცესი, სადაც პირდაპირ მნიშვნელობით ხორციელდებოდა ზეწოლა. რატომ? იმიტომ რომ ამ პროცესში საქართველოს თავისი როლი უნდა ეთამაშა. გახსოვთ ეს ნიაღვარი ამ დეზინფორმაციის და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების, ასე ვთქვათ, რჩევები და აფხაზეთში სამხრეთ ოსეთში პირდაპირ მნიშვნელობით ასევე მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებული თემები აქ გამოსვლა და პირდაპირ ზეწოლა ხელისუფლებაზე სანქციებთან შეერთებაზე და ერთი ძალა ყურირებდა ამ ყველაფერს და ჩვენი მთავარი мотиваცია იმ დღეებში იყო რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვეხდინა ინფორმირება ჩვენი საზოგადოების რა იყო სიმართლე, რა უნდა დაგვეცვა და სხვა შორის ჩვენ მომხრეებშიც იწვევდა გაუგებრობას, იმიტომ რომ ისეთი დიდი ნიაღვარი იყო, ხო, თითქოს მტრის მხარეს დგებოდა ჩვენი ქვეყანა და ამას ყველა ერთად გაუწელით თელმა სახელმწიფომ და ის მთელი მოქმედებები რომელიც ბრალებში ვიტყვით თითქოს ჩვენი კეთილი სურვილები, პარტნიორები, მაშინდელი ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების და ეს მთლიანად უკვე აღარც არის დამალული, პირდაპირ შეგვიძლია მე კი ვარ პრეზიდენტი, მაგრამ სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ რადიკალური ფთის მოქმედებას მაშინაც და დღესაც, ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით მეხუთე კოლონა რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით დამოკიდებულია სწორედ ამ ძალებზე და მხოლოდ მათი დაკვეთით მოქმედებს. მათ ასე ვთქვათ, არსებულ ტელევიზიებში როგორი ასე ვთქვათ, პროპაგანდა მიდიოდა, რომ რუსეთი სუსტია და როგორ ასე ვთქვათ, პატრიოტულ ნოტებზე გადაყავდათ და როგორ აგულიანებდნენ ახალგაზრდობას, საზოგადოებას, რომ როგორი შანსი გვაქვს ეხლა, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და ეს უმოქმედო რუსი ხელისუფლება არაფერს აკეთებს აი ამ ზეწოლების ფონზე, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკმაოდ მომზადებული შევხვდით, რა თქმა უნდა ეს პროცესია, ბრძოლის პროცესი არის და ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს ბრძოლა არ ჩერდება, ვაგრძელებთ ამ ბრძოლას, თუმცა უფრო აი უკრაინის ომის შემდეგ ეს გამოცდილება თითოეულმა მოქალაქემ შეიძინა ვინ ჯანსაღად აზროვნებს და ვინ პატრიოტი ამ ქვეყნის და ვინც იცავს ამ ქვეყნის ღირებულებებს და ინტერესებს, მისთვის ნათელი გახდა რასთან მქონდა საქმე, მით უმეტეს ამ ფონზე, ამ 4 წლის შემდეგ, ამ ქაოსში, რაც დღეს მსოფლიოა მოქცეული, აქ ასეთ დროს საქართველო არის ყველაზე ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ქონდა გათვლილი თუ როგორ მოქცეული იყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა და ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ. ჩვენს ინტერესებზე, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ახორციელებს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება. ბატონ პრეზიდენტო, დღეს შეგვიძლია ვთქვა, რომ იმ რისკების და იმ საფრთხეების უდიდესი ნაწილი უკვე არიდებული აქვს ქვეყანას. თუ ჯერ კიდევ შორი გზა ამ ხანგრძლივი მშვიდობის დასაცავად გასავრელი. ხო, რა თქმა უნდა, ჯერ პროცესში ვართ ჩვენ. გადაზღვევა იმას გულისხმობს, რომ ძირითადი ბირთვი ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულია და მომზადებულია იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან ერთად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები, არ მისცეს არავის პროვოკაციის საშუალება, რომ აქ რაიმე ექსცესები მოხდეს. მე ამაზეც ვისაუბრებთ თუ დღევანდელი მდგომარეობიდან ირანში ომის პარალელურად როგორ გააქტიურდა ეს მეხუთე კოლონა და უკვე რუსეთიდან ირანზე გადაერთდნენ, მუდმივად უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, მტკიცედ ჩვენი ეროვნული ინტერესების დამცველები, არც ერთ იმპერიას და არც ერთ სახელმწიფოს არ უჩუქებია ეს მიწა ჩვენთვის. ამას იცავდა ჩვენი წინაპარი, მშვიდობა იმიტომ გვინდა რომ აქამდე მოსული ჩვენი სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი ენა, თავისი კულტურა, თავისი სარწმუნოება, თავისი ტრადიციები, ამის დაცვაზეა საზრუნავი და ერთი დაშვებული შეცდომა ანადგურებს მთლიანად, რაზეც მე ვილაპარაკე. ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება. ყველაზე დაბალანსებული, რაც ამ ვითარებაში შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელს გაეკეთებინა. ამის გამოც კი გახდა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის მთავრობის მეთაური კრიტიკის სამიზნე და ჩვენ ხედავდით როგორი რეაქცია ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. პრემიერ-მინისტრის გზავნილი
ყველასთვის გასაგებია, ეს არის ჩვენი მიდგომები თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, აგებული პოლიტიკა და სამეზობლოში იდეალური ურთიერთობები გვაქვს, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის სახელმწიფოებთან, თურქეთთან, სხვა ასე ვთქვათ, სახელმწიფოებთან და ძალიან კარგად ჩანს მათი მხრიდანაც ჩვენზე გამოხატული სხვადასხვა, ასე ვთქვათ, შეფასებები, ხომ? მაგრამ რადგან ჩვენ სტაბილურ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ და ერთი უმცირესობა, რომელიც პირდაპირ გარედან არის მართული, გარემსახურებისა, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ რადგან ბოლო წლებზე ვსაუბრობთ, პირდაპირ განვაცხადოთ და ნაწილი საზოგადოების, აი ნეიტრალური თითქოს და აი არ მოწონს ხელისუფლება, მაგრამ არც ოპოზიცია არ მოწონს და უნდა უყვარს საკუთარი ქვეყანა, მაგრამ მათ დაძახილზე გამოვიდა რამოდენიმეჯერ. აი სად მოხდა მაგალითად, აი რომ გავარჩიოთ, ხო? შეიძლება ჩვენ მომხრეებშიც გამოიწვია ამ განცხადებამ, რაზეც აქ საუბარი მოზარვა ნოემბრის, როცა პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ჩვენ მოვემზადებით 28 წლისთვის და ვიქნებით ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატებს შორის. ეს მოკლედ შევეხე მის განცხადებას. არჩევნების შემდეგ ვერ მოახერხეს დიდი, ასე ვთქვათ, რაოდენობის გამოყვანა, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ რაოდენობა მოქალაქეების გამოვიდა. მეორე დღე იყო თუ მესამე დღე ირაკლი კობახიძემ ასევე გააკეთა განცხადება, რომ ნებისმიერ დროს, როგორც კი ევროკავშირი გადაწყვიტავს, რომ ის მზად არის და ჩვენთან სულ საუბარი გაგრძელება ამ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს 24 საათის მანძილზე, ნებისმიერ დროს ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ და გავაგრძელოთ მოლაპარაკება. ეს არის პასუხი. ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მახსენდება, რომ ერთი გონიერი ადამიანი არ ყავთ, აი კედელს რომ ეჯახებიან და არავის არ დაუსვავს ეს კითხვა. საკუთარ გამარჯვებათ რომ დაესახათ ეს. აი ხო წარმოგიდგენია, რომ ტრიალდებით ევროკავშირის, საელჩო არის, წარმომადგენელი არის, იქ ჩავდივართ და ვეუბნებით, თქვენ ხომ გინდათ რომ საქართველოს ევროკავშირში გაერთიანდეს, აგერ ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფალი, რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ. მიდით გახსენით მოლაპარაკება და ჩვენ ვაიძულებთ და ჩვენი ჩართულობით მოხდება ეს პროცესი. მაგრამ აქ არის ყველაზე კარგად ამ სურათის განახვა, რომ ეს პროცესი ევროკავშირთან მოლაპარაკებას არ ემსახურებოდა იმას, რაზე ჩვენ საუბრობდით, არჩევნებამდე, კიდე მანამდე, უკრაინაში ომის დაწყებამდე შემდეგ. ეს ყოველთვის იყო ვაჭრობის საგანი და გაუგებარი იყო თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში, რომ რატო არ მიენიჭა ამ ორ ქვეყანას მიენიჭა და კანდიდატის სტატუსი საქართველოს, რომელიც წამყვანი იყო ამ სამ ქვეყანას შორის. აი ეს ის კითხვებია, რომელიც პირდაპირ ცემს პასუხს ამ ხალხის მოქმედებაზე. და აქ სხვა მიზანი იყო, რომ აქ იყო მიზანი ხელისუფლების ცვლილების. და ეს მიზანი ამ გამოსვლებით და ამ ძალადობრივი აქტებით უნდა განხორციელებული იყო. ის ძირითადი ბირთვი, რომელიც მხარში დაუდგა ჩვენს ხელისუფლებას და არ გამოურიცხავ, რომ ბევრ შეიძლება მათაც არ მოწონდეთ ხელისუფლების ქმედებები რის შემთხვევაში, მაგრამ სახელმწიფოებრივად აზროვნებს ეს საზოგადოება, ჩვენი ქართული გონიერი საზოგადოება, მათ ძალიან კარგად გაიგეს და შესაბამისი შედეგებიც დადგა. ანის ხალხი 4 ოქტომბრის აქ ძალადობრივ აქტს როცა ვიხსენებთ, ხო, იქაც 5 და 7,000-მდე ადამიანი გამოვიდა. გესმით იმ სიგიჟის მოთხოვნაში, რასაც დავიწყებთ და დავამთავრებთ დღევანდელ დავამხობთ ხელისუფლებას და ამ სეირის საყურებლად გამოვიდა. არც ხვენიათ, აი აქ რომ გამოდის ამ დაძახილზე რომ გამოდის ეს 7,000 ჩვენი საზოგადოების წევრი. მათაც ჩერცხვათ, ხო? მე დაიწყეს ერთმანეთის ძაგება და სად გამოდიოდი, რატო გამოდიოდი და ჩვენ და სამწუხაროდ მედია საშუალებებით, სოციალურ ქსელებით, ამ დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, აქტივისტებით და ყველაფრით ცდილობენ რაღაცა ნაწილის მაინც დამორჩილებას ჩვენი საზოგადოების, აი რა შევადარო, აი ნარკომანია შეიძლება ნარკოდამოკიდებული ადამიანები რომ არიან, ისე ყავთ დამოკიდებული ეს ნაწილი ძალიან მცირე საზოგადოების ამ fake news-ებით, ამ გარედან მართული სიტუაცია, სანქციებთან მიმართებაში ეს მოსკოვის მექანიზმი და სხვადასხვა საშუალებები ამით კვებავენ, რომ არ დაკარგონ ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც მათ მხარს უჭერს. ვისაუბროთ ეუთოს მოსკოვის მექანიზმზე, ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, რის შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენთვის. რა შეიძლება იყოს აი ქვეტექსტი მოსკოვის მექანიზმის?
ეს არის, რაზეც მე ვისაუბრე, იმის შემადგენელი ნაწილი. შემდეგი აქტი. ანუ რომ დავიწყოთ პირველი რეზოლუციით, სამარცხინო რეზოლუციები რომ მიიღეს სააკაშვილთან მიმართებაში თითქოს ვაწამებთ და იქაც ხო ციფრი ხო არ იცვლება. სულ რაღაც 10 ადამიანია, ვინც მუდმივად ამ თემით სპეკულირებს, რომ ერთი ძალა არის, აქ ყოფი მეხუთე კოლონა და ეს ხალხიც, ხო? იგივე შემადგენლობაა. ეს მექანიზმიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, თითქოს ჩამოვიდა ექსპერტი, აქ განიხილა ეს რეალობა, ესაუბრას უყველას და წინასწარ დაწერილს უფრო გავს, ვიდრე ამ ასე ვთქვათ, პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს. და ძალიან კარგი პასუხი გასცა ჩვენმა წარმომადგენელმა ეუთოში. ბატონმა მაისურაძემ ძალიან კარგად ჩამოვაყალიბა პროფესიონალურად, თუ რამდენად შეუსაბამო იყო თავად ეუთოს წესებთან, მაგრამ მე მოთხოვნა მექნება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად ამისა, მივახსენე ჩვენი ელჩი და ძალიან კარგად განმარტა, მაინც იქნება აუცილებელი, რომ ჩვენ საზოგადოებას, აიც დავიწყე თავში საუბარი, რომ აუცილებელია ინფორმირებული იყოს ჩვენი თითოეული მოქალაქე სრულყოფილად. თუ რას ემსახურება, ვინ ადგენს ამ აქტს და ბატონ პრეზიდენტ, წამების გამაუგებელ ფაქტებზე, როდესაც არის ჩანაწერში საუბარი, იქ დართული არის მაგალითად ჩემი საავტორო გადაცემის რამდენიმე რეპორტაჟი, რომ თითქოს საზოგადოება შეყვავს. ანუ მიზანმიმართულად არის ისეთი ფაქტები ჩაწერილი, რის შესახებაც ქვეყნის შიგნით საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას აქვს რეალური ინფორმაცია. და ზუსტად იცის რა არის დეზინფორმაცია და რა არის სიმართლე. მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე შეიძლება ბევრმა ის არ იცოდეს. მე მაინც აქ მორჩება, თქვენი ცნებართვით ჩემს შეფასებასაც გავაკეთებ, რომ გავს კამიტის ამბავს, ეპიზოდს, როდესაც მოიგონეს საერთაშორისო მედია გამოიყენეს ამაში და საბოლოოდ 5 დღის განმავლობაში შესაბამის მოუწყებამ დადო ყველანაირი დასკვნა და ჩაატარა ძალიან ოპერატიულად გამოძიება, ხო? და თავიდან ბოლომდე ამბავი იყო გამოგონილი. ზუსტად იგივე შინაარსს რატომ გვებძვიან ასეთი მასშტაბური დეზინფორმაციით, რასაც არც ერთ ეტაპზე შედეგი არ მოყვება ხოლმე? პრინციპში ეს ძალები სხვადასხვა მექანიზმებს რთავენ და თქვენ თავად ახსენეთ, კამიტიც, რეზოლუციაც, ეს აქტიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თავისთავად ვისთანაც პირდაპირ კავშირში არის მეხუთე კოლონა, ვინც ამ ყველაფრის შესახებ უნდა ისაუბროს. და ასევე შეგიძლიათ მიამატოთ, რომ ეს იყო იგივე კამპანია, თითქოს ტერორისტებს ამზადებენ, იგივე ადამიანების ჯგუფი, ყველას თავისი ფუნქცია აქვს ამ მეხუთე კოლონაში და ეს პროცესიც დაძრულია. თუ გახსოვთ, ასევე ყავთ მათ თავისი ამ ძალას, ამ საერთო ძალას ჩვენ და სამწუხაროდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესში, ჯო ვილსონი, რომელიც მუდმივად პოზიციონირებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხო გახსოვთ, ხო დაიწყეს რუსეთით, გადავიდნენ ჩინეთზე, ახლა ირანი და ესენი ზერთხმაში ამ ყველაფერს აჟღერებენ. და ეს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებული ერთად ხდებიან, ერთად ავითარებენ ამ პროცესებს. აქ თავარი საკითხი სხვა რამე არის, იცვლება სოფლიო, იცვლება გარშემო სიტუაციები, ის რაც ჩვენ ავირჩიეთ ეს სამოქმედო გეგმა და გზა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეს არის მთავარი. აქ უნდა იყოს მოტივირებული ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კიდე დაუბრუნდები, რომ აუცილებელი არ დავამთავრე ეს თემა, რომ აქტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კიდე კარგად უნდა განმარტოს ჩვენ საზოგადოებას, თუ რას გულისხმობს ეს აქტი და რატომ არის ეს ჩვენთვის უმნიშვნელო და რატომ არ ექნება ძალა, რომ აქ ჩვენ რაიმე სახით, ასე ვთქვათ, რაიმე სახით დაგვაზიანოს, ხო? ეს არის უგარი აქტორების მიმართ განხორციელებული კამიტის, რომ მთელ სოფლიოს თითქოს დაანახოს, რომ ყავს ხელისუფლება წამლავს საკუთარ ხალხს, რომ მესიჯებიც, ასე ვთქვათ, გზავნილების დალაგებულია, ვინ რა უნდა ისაუბროს და შემდეგ. ანუ ეს ერთიანი ქსელია, მაგრამ პარალელურ რეჟიმში, ხო, ქვეყანა ვითარდება, მიდის წინ, იცავს თავის ინტერესებს და ეს პროცესი არის დიდი,
ასე ვთქვათ, მნიშვნელობით უფრო საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის და ამასაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ, რომ მილევადი გახდეს ეს ინფორმაციები, რაზეც არიან ესენი დაფუძნებული. ბატონ პრეზიდენტო, იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი ასევე, განცხადება, რომელიც EUTOS საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ გამოაქვეყნა. ჩვენ ვიცით მათი ვიზიტი და ასეთი დასკვნა დაიდო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. ვისაც სურს რეალობის დანახვა, ის ამ რეალობას ხედავს. ვისაც აქვს კონკრეტული დავალება, ის ამბობს, რომ პირიქით ხელისუფლება ძალადობს იმ ადამიანებზე, რომლებიც აკრიტიკებენ მათ პოლიტიკას. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკურ სპექტრს შორის ჩართულობის ხელშეწყობა. დარჩა რაიმე რესურსი? სუფთა ფურცლიდან დაიწყოს რაღაც პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და დასრულდეს ეს რაღაც პოლარიზაცია და ჭიდილი, იმიტომ რომ EUTO ამბობს ამასაც, EUTO საპარლამენტო ასამბლეა ამბობს იმასაც, რაც ისედაც ყველა მიცის ქვეყნის შიგნით. ყოი თქვენ დაასრულეთ თავად რომ გაყოფილი აზრები თითქოს ეს ორმაგი სტანდარტი ერთი გესაუბრება თითქოს სამართლიანობაზე, კონსტრუქციულ საუბარზე, რაც არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და მეორე ასეთ სამარცხვინო აქტს აქვეყნებს ჩვენს წინააღმდეგ, ხო? ეს როგორ ჯდება ერთ და იგი ორგანიზაციაშია ორივე ეს წარმოდგენილი, ხო? EUTOS საპარლამენტო ასამბლეა. მე მქონდა შესაძლებლობა სხვათა შორის შევხვედროდი მის პრეზიდენტს და დელეგაციას საკმაოდ კონსტრუქციული, გულწრფელი, სამართლიანი საუბარი შედგა და საკმაოდ ნიშნულოვანია რომ აღნიშნო რომ საკმაოდ პოზიტიურად განვეწყო, იმიტომ რომ ამ ადამიანმა მოისმინა ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია და უბრალოდ პასუხს ვერ ცემდა და შეუძლებელი იყო ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ჩვენ როცა გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, სამართლიანობაზე, ადამიანის უფლებებზე შემდეგ ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული. ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შეიძლება შემდეგ მედიით არ გავცელდა, მე მაქვს შესაძლებლობა რომ ეხლა უთხრა ჩვენ საზოგადოებას, რომ მე დავუსვი მას კითხვები თქვათ შორის ის თემა, რომელიც შეწყალების თემას ეხებოდა, მას ქონდა არათუ არც თხოვნას დავარქმე, უბრალოდ ეს საკითხი დააყენა იმ ფონზე, რომ ესეთი დაძაბულობა კონსტრუქციული, ასე ვთქვათ, იქნებ დიალოგი შედგეს და ერთ-ერთი ნაწილი იყოს ეს შეწყალების აქტი. მე მას უპასუხე, რომ დაახლოებით 1000-მდე ადამიანი ერთ წელიწადში შევიწყალეს შეწყალების აქტს. ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვავთ და ჰუმანური აქტია, საზოგადოება ჩვენი ყოველთვის ტოლერანტული იყო და ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ არანაირი კითხვის ნიშნები არ გვაქვს და ეს პროცესი გაგრძელდება. ის ადამიანები, ვისაც თქვენ მიგვითითებთ, რომ შევიწყალოთ, რატო ვახსენებთ მითითად სახელობითად მოხდა? არა, მითით, რა თქმა უნდა, ამ პროცესებში დაკავებულებზე იყო საუბარი, თორე მაგას ულისხმობდი, რომ 1000-მდე ადამიანი შევიწყალე, კაცო. პროცესებში დაკავებულებზე, ხოლო დაუშვათ ყოფილ პრეზიდენტზე, პოლიტიკური პარტიების ლიდერებზე. კონკრეტული სახელები და გვარები არ ვთქვას, მაგრამ ხო გასაგებია, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებული, ამ ძალებთან დაკავშირებულ პიროვნებებზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული, მაგრამ ჩემი პასუხიდან გამომდინარე, პასუხი ვეღარ გამცა, იმიტომ რომ შეწყალება ხდება ისეთი ადამიანის ეს არ ნიშნავს, რომ მე ჩემი მხარდაჭერი გახდეს, რომ გამოვა, ხო? აუცილებელია, რომ ის უფრო მეტად საშიში არ იყოს საზოგადოებისთვის, რა აქტიც მათ ჩაიდინა და ვიღაცა რომ თხოვს და გავითვალისწინო მე თუნდაც და კეთილინება გამოვიჩინო, რომ ეს ადამიანი ციხიდან გამოვიდეს, მან უფრო დიდი უბედურება განახორციელოს და ამის გარანტიას, რა თქმა უნდა, ისინი ხო ვერ გაძლევენ. ვერც მოგცემენ ამის გარანტიას და თავი ჩაღუნა, იმიტომ რომ არ არსებობს ამის გარანტია და ჩვენ ეს ფაქტებად მაქვს წარმოდგენილი და იმ ადამიანების განცხადებები, ვინც თითქოს უნდათ რომ ჩვენ შევიწყალოთ, როგორი, ასე ვთქვათ, გონორით არიან დღემდე და როგორ წარმოუდგენიათ ეხა ჩვენ დემოკრატიული თავისუფალი სახელმწიფო ვართ
და ვის უნდა მივცეთ ჩვენ საშუალება რომ გამოვიდეს და კიდე უფრო მეტი ასე ვთქვათ საშიშროება გააჩინოს ჩვენ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დაუშვებთ და ვერ დაუშვებთ, თორემ ყველაფრისთვის მზათა ვართ. იმდენად მყარადა ვართ, საზოგადოება უნდა იცოდეს. აი 100%-ით კი 1000%-ით მართლები ვართ. კიდე შემდეგი თემა ვესაუბრებ. აი მანდ მოყვანილ თემებზე სადაც არის ძალადობაზე და თითქოს ასე ვთქვათ გამოვლენილ ძალადობაზე. როცა ძალადობს აქცია, რომ ძალადობს და ის რაც ხდებოდა პარლამენტში შეჭრაზე, ეს პიროტექნიკის გამოყენება, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილები, ამას ხო ვერ გაურბიან. და ის რაც მერე ქმედება მოყვება ამას პოლიციის მხრიდან, ეს ამის საპირწონედ ხდება და ვერ დამისახელებს ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ჩაახშო, თქვა ძალადობით იმან ხელისუფლებამ. გამორიცხული არ არსებობს და ეს ხო სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება. და კიდევ აუცილებელია რომ ჩვენ კი უნდა გავბრაზდეთ. რა თქმა უნდა ემოცია უნდა გამოვხატოთ, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია რომ თვითონ ევროკავშირში, აი ამ აქტთან დაკავშირებითაც ის ქვეყნები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს, დაახლოებით 23-24 უკანაა, დაახლოებით 32-მა არ დაუჭირა წინააღმდეგ მისცა. შეუძლია საზოგადოებას მარტივად არის, ვინ არიან ეს ქვეყნები, რომ ჩამოთვალ, უფრო მეტმა არ დაუჭირა ხო? ეს ქვეყნები ხო ევროპის ქვეყნებია. ეს ქვეყნები ხო უნდა განიხილო როგორც ჩვენი პარტნიორი. ესე იგი ამ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები უნდა გააგრძელო და დაამყარო. ესე იგი ჩანს ნათელი წერტილი, როგორც ამ ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის შემთხვევაში ჩვენ განვაცხადეთ და რაზეც თქვენ აპელირება გააკეთეს, რომ შეაფასა ადამიანმა ძალადობის ფაქტი, რომ ძალადობა მიუღებელი, აი 2x2 4-ია, ძალადობა მიუღებელი, რომელიც ვერ დავასწევნეთ ევროკავშირის ერთს, მაგრამ მიზეზები ხო ვიცით, რატომ არ საუბრობ, იმიტომ რომ ერთი ძალა იყო ამისთვის მოტივირებული, რომ ხელისუფლება ძალადობრივი მხრით დაემხოთ და გვახსოვს ჩვენ მათი გულშემატკივრობა სხვადასხვა ევროპელი ლიდერის, ხო? იმ 4 ოქტომბერზე მაქვს საუბარი. ამიტომ ეს ყველაფერი ნათელი არის. ჩვენ არ ვჩერდებით, ჩვენ მუდმივად მზათა ვართ, როგორც ამ პრეზიდენტს ამ ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია, ესევე ვართ მზად ნებისმიერ ინსტიტუციასთან მზად, ვინც არ უნდა იყოს ნებისმიერ ევროკავშირის ქვეყანა და ვაგზელებთ კიდევაც. ყავს ჩვენი მხარდაჭერები, ვინც ამ სიმართლეს აღიარებენ და ხმამაღლა იცავენ ჩვენ პოზიციებს და საუბრობენ, არაერთხელ გვისაუბრია, კიდე მეტი გულშემატკივარის გაჩნდება, თუ ჯანსაღი პროცესი უნდათ რომ განვითარდეს ევროკავშირში, მაგრამ თუ ეს ძალა შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ამ დაგვარი, აი ამ სამარცხვინო რეზოლუციებით, სამარცხვინო fake news-ებით და შეთითხნილი, ასე ვთქვათ, რაღაცა აქტები უნდათ მოქმედება, ამასაც ხედავს, სოფლიო საზოგადოებაც ხედავს და ეს უკვე ჩვენი შეფასებები აღარ არის. ჩვენ შეფასებებს გადაასწრო მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შეფასებებმა პირდაპირ სტრატეგიულ აქტში ჩაჭერეს ევროპის, თუ ეს ევროპა ესე გაგრძელდება, ევროპას ემუქრება განადგურება და ეს განადგურება რის საპასუხოდ არის სათქმე? აი ზუსტად ასეთი ქმედებების, აი ესეთი სამარცხვინო, უპასუხისმგებლო ხალხის ქმედებები, რომლებიც ევროპის სახელით ამ ქმედებებს ჩადიან, აი ეს უქადის ევროპას დაღუპვას და ეს ხალხიც ერთად არის და ჩვენ არ ჩავყვებით ამ ევროპის ვაშინგტონის პოლიტიკაზე, საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე მე ოდნავ მოგვიანებით მინდა ვცლად ვისაუბროთ, მაგრამ მინდა ამოვწურო პოლარიზაციის თემა. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლარიზაციის შესამცირებლად მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ. პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა დებატების ეთერში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ის რომ იყოს ჯანსაღი მსჯელობა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც ეს მაინც ცალმხრივია, რასაც უყურებთ მეორე მხრიდან ამის სურვილი დიდად არჩევს. ასევე ჩვენ ნახეთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლობის შესახებ კანონის და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პრაქტიკაში ამოქმედება დაიწყო. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც ვწოდავთ და გვაქვს მეტნაკლებად ხარვეზები, მაგრამ ეს არ ეხება ყველას. ზოგი მიზანმიმართი
მიმართულად აკეთებს ამას და ემსახურება fake ამბების გავრცელებას, ნაწილს კი უბრალოდ უფრო მწვავე ოპონირებისთვის სჭირდება კონკრეტული ტერმინოლოგიის გამოყენება. კარგია ის, რომ უნდა მოხდეს პოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში, მაგრამ ვინ რისთვის არის რეალურად მზად? ესე იგი, ვიდრე ეს პროცესი შედგება, თუ არ გამოვკვეთეთ, ვინ არის ეს მეორე მხარე და რატომ ვეძახით მას მეორე მხარეს, რომელზეც ფაქტები თქვა გამყარებული, რომ ეს არის გარედან მართული მეხუთე კოლონა, ეს არის აუცილებლად აღსაქმელი და დასანახი ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ეს არ წარმოადგენს მხარეს. ეს არის მართული ძალა, რომელიც პირდაპირ მტრობენ ქვეყანას. ეს არის გასამიჯნი და ეს ფაქტები არის ამ ხალხის ქმედებიდან გამომდინარე. ის რომ თქვენ რაზეც ისაუბრეთ, რომ საზოგადოებაში და მე ვიცეც ვისაუბრე იმ საზოგადოებას, ვინც მოტყუებული მათ ზურგს უკან აღმოჩნდა და იხტიბარს არიტეხს და არ აღიარებს, რომ მოტყუებული იყო, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა, უყვარს, გაბრაზებულია, მაგრამ მათთვის არის ხელი გაზრდილი, რომ სიმართლე აღიარონ. ძალები, რომლებიც ასევე ნეიტრალურ სივრცეში არიან და ვისაც უნდა რომ პოლიტიკაში იყოს და ესენი საშუალებას არ აძლევენ, აი ეს გაწვდილი ხელი არის და ნელ-ნელა ეს პროცესი დაიხვეწება. აქ გამარჯვება დამარცხებაზე არ არის საუბარი. უნდა იცოდნენ, რომ მაგალითის მიმცემით შეიძლება იყოს ქართული ოცნება, რომელმაც თქვა, რომ არ არის მისთვის სახარბიელო, ჩვენთვის სახარბიელო, რომ სუსტია ოპოზიცია და ოპოზიცია კონკურენციას ვერ უწევს ხელისუფლებას. იმიტომ რომ ეს ხელისუფლებისთვისაც ცუდია და საერთოდ სახელმწიფოს განვითარებისთვის ცუდია. ამას აღიარებს ხელისუფლება. იმიტომ რომ მას მარტივად შეუძლია ნებისმიერ არჩევნებში გამარჯვება. ესეც ხომ დავინახეთ, მაგრამ ეს არ იძლევა იმის შედეგს, რომ ჩვენ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდეთ და აუცილებელია ოპონირება ჯანსაღი და ამ ეროვნულ ღირებულებებზე შექმნილი, ასე ვთქვათ, ჯგუფების და პარტიების და ეს გრძელვადიან პროცესში უნდა დაინახოს ამ ხალხმა და არ უნდა მოხდეს მათი გაკიცხვა, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობას იღებს, ესეც მოხდება. ჩვენ გონიერი საზოგადოება ვართ, მაგრამ მხილება ჩვენ ხო ამაზე აღარ აქვს საუბარი ამ რადიკალურ ფრთაზე. ისინი ხო ერთ და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელი არც იცვლებიან. ხო დღეს უკვე ხუმრობს საზოგადოება, რომ გადიან, შემოდიან, იშლებიან, ისევ ერთიანდებიან, მათ არავინ არ ეკითხებათ. მათ დაუკვეთავენ, ეყოლებათ სალომე ზურაბიშვილი ლიდერი, დაუკვეთავენ, ეხლა ყავთ გვარამია ლიდერი, დაუკვეთავენ, ეყოლებათ სააკაშვილი ლიდერი და ასე შემდეგ. გარედან დაკვეთ, ამიტომაც აგვაქვს ჩვენ გარე მათ პატრონებთან პოლემიკა და საუბარი. ამათ აღარაფრად აღარ ვთვლით, არც უნდა ჩათვალოს საზოგადოება. ეს არის წითელი ხაზი? აბა რა თქმა უნდა, დააკვირდით, აბა ვინ ეწინააღმდეგება ამ პროცესს? აქ გამიჯვნა უნდა მოხდეს ამ ხალხთან პირდაპირ მნიშვნელობით. ეს არის მარტო სახელებით და გვარებით ქართველი ადამიანები და პასპორტით, დანარჩენი არაფერის ცხია ამ ქვეყნისა, იმდენად დეგრადირდნენ. ხო ხედავთ, როგორი ჩასაფრებული არიან. იმის მაგივრად საომარი ვითარება დაიწყო, ესეთი დაძაბულობა, პირიქით ცდილობენ თან ფაქტების გარეშე, აი როგორც უკრაინის ომი, აქაც იგივეს აკეთებენ და როგორ შეიძლება ეს ადამიანები იყვნენ ამ ქვეყნის პატრიოტები? აი როგორ შეიძლება, მაგრამ განა ვერ გზნობენ ამას. რადგან უკვე ერთხელ ხელი მოაწერეს, უკვე დაკვეთას ასრულებენ და ეს დაკვეთა იმაში მდგომარეობს, რომ აბსოლუტურად სხვა რამ უნდა მოხდეს საქართველოში. ვერ განხორციელდა ეს და ამაში ვართ ჩვენ ერთიანები. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ინფორმირებული საზოგადოება, ინფორმირებული მოქალაქე არის უსაფრთხოების დამცველი ამ ქვეყნის. ამიტომ თქვენ კითხვას, რომ როგორ მოხდეს, უნდა გავმიჯნოთ, თუ ამათთან არ მოხდება, შეუძლებელია, იმიტომ რომ ფაქტებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ არ არსებობს არც ერთი არჩევნები, ჩატარებული არჩევნები, რომელიც ამათ ეღიარებინათ, აი ამ რადიკალურ ფრთას, ამ მავნებლებს. წარმოიდგინეთ, სამოქალაქო საზოგადოება ერთხელ პრემიერმაც ისაუბრა, რას ნიშნავს აი ეს კასტა, რომელიც
ზემოდან უყურებს თელ საზოგადოებას. საზოგადოება ყველა ჩვენთაგანი ვარ და ეს განსაკუთრებული არიან სამოქალაქო საზოგადოება და პროფესია აქვთ აქტივისტი. სამოქალაქო აქტივი რას ნიშნავს? ვინ არის ხარ? რა გაგიკეთებია? რას წარმოადგენ რომ შენ ესე გონოლით ესაუბრებოდე შენს მოქალაქეებს, შენს ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს. აი როგორ შეიძლება და არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს ჩვენ ხო ვიცით აკერმანის წინასწარ შედგენილი გეგმებია ეს და მე ეს ხალხი გადმოდის ხელისუფლებაში, როგორც მაშინდელი ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ბოკერიები და ეს უგულავები პირდაპირ გახდნენ ხელისუფლების წევრები და რა დამართეს ქვეყანას იმის გამოძახილია ეხლა რომ ეს საცეცებია რომ კიდე ვერ მოვიცილეთ. ეს ნაბიჯი რომელიც ეხლა გადაიდგა პოლარიზაციის დამთავრებასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც შეიძლება არ მოწონს ხელისუფლება, მაგრამ ამ ქვეყნის პატრიოტია და ცდილობთ რომ მათთან განსხვავებულ, ასე ვთქვათ, შეხედულებების მიუხედავად ერთმანეთს პატივი ვცეთ და საზოგადოებას ვცეთ პატივი და ჩვენი აზრები მივაწოდოთ. მაგრამ ეს პროცესი არ შეჩერდება. კეთილი. როდესაც საუბრობთ რადიკალებზე, კონკრეტულ NGO-ებზე თუ სამოქალაქო აქტივისტებზე, რომლებთან ერთადაც ისინი წლებია გამოდიან ქუჩაში და აზიანებენ ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, პირადად თქვენ შტატების უმაღლესმა პირებმა პირდაპირ გითხრათ, ხო? და ეს ჩვენმა მაყურებელმა თქვენი წინა ინტერვიუდანაც მოისმინეს, რომ შტატების წინა ადმინისტრაციამ ძალიან მძიმე კვალი დატოვა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. დაზიანდა ეს ურთიერთობა და ამას დაჭირდება დრო, რომ რაღაც ეტაპზე გადავიდეს. რა ეტაპზეა დღეს საქართველოს შტატების ურთიერთობა? ხო, ესეც ძალიან ღიად ვსაუბრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. როცა გქონდა შესაძლებლობა მოკლე, ასე ვთქვათ, ურთიერთობებისა, პირდაპირ უცხოელები ვართ და მათაც იგივე ვესაუბრებით, ჩვენ გქონდა შესაძლებლობა, მე პირადად გქონდა შესაძლებლობა, როცა გაეროში ვიყავი ვიზიტით და მაშინ გქონდა მოკლე, ასე ვთქვათ, გასაუბრების საშუალება და იდენტურია მათი პასუხი არსებული ადმინისტრაციის პრინციპში, რომ მათ ჭირდება დრო და ისინი მუშაობენ ამ საკითხზე და აუცილებლად დაგვიბრუნდებიან და შეძლებენ, ასე ვთქვათ, ურთიერთობების დაწყებას. უფრო მეტი ინფორმაცია ასევე საზოგადოებამ იცის, როცა მე მილანში ვიმყოფებოდი და სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან და ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან მქონდა საშუალება ამ გასაუბრების, იქაც ასევე იგივე პასუხი. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო ასე ვთქვათ წარმატებული კონგრესში და იქაც იგივე დამოკიდებულება, იგივე ასე ვთქვათ პროცესი მიმდინარეობს. რატო ესეც ხო იცის ჩვენმა საზოგადოებამ? ჩვენ გვახსოვს ხო არსებული ადმინისტრაციამდე როგორი დამოკიდებულებით იყო, იქაც ესე ხო, აი თქვენ კითხვაში იყო რომ ეხლა ეს მოსკოვის აქტი, BBC-ს, ბრიტანეთის მთავრობა, ხო გახსოვთ მაშინდელი ამერიკის ადმინისტრაცია პრესპიკერი საქართველოს იწყებდა მაგალითად მოვლენებს ხო გახსოვთ ამ გამჭირვალობის კანონთან მიმართებაში და ასე შემდეგ და ეს ჯგუფი ნელ-ნელა დაიშალა. გახსოვთ თქვენ USAID-ის და მათი ქმედები როცა ჩვენ ვამხილეთ, მე თავად მოახდინეს განეიტრალება ამ ორგანიზაციების და ჩვენზე მეტი მათი საუბრეს ხო ამ კორუფციაზე, მათ ქმედებებზე რომ შეეცვალათ სხვა ქვეყნებში ხელისუფლებები და მათი გზავნილი პირდაპირ ჩვენ არ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენ პირდაპირ დაველაპარაკებით სხვა ქვეყნების ხელისუფლებას. ეს საქართველოსთან მიმართებაში საერთოდ ეს მათი გზავნილი არის ადმინისტრაციის არ ჭირდება. შუამავლების გარეშე პირდაპირ დიალოგი. დიახ. ეს ჩვენი მოთხოვნაცაა, ჩვენ რას ვითხოვთ? მთელი ამ წლების განმავლობაში, ამიტომ ვარ ჩვენ მომზადებული, რომ საუბრობ, ჩვენ მზათა ვართ და კიდევ უფრო მეტად მომზადებული უნდა ვიყოთ, რომ გულწრფელები ვართ და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვეძებოთ, რომ სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთდობაზე. ეს პროცესი
გზაშია, მოდი ასე ვთქვა. ჩვენ ნახეთ საპარლამენტო დელეგაცია გასულ კვირას, ხო? ვაშინგტონში. ესეც კი რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან იქცა თავდასხმის ობიექტად. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაეკრინებინათ ყველა შეხვედრა, რომლის შესახებაც საპარლამენტო დელეგაცია აწვდიდა ინფორმაციას ქართულ საზოგადოებას და მედიის საშუალებით ადამიანები გებულობდნენ რეალურ ამბავს, ვის ხვდებოდნენ, რატო ხვდებოდნენ, რა შინაარსის შეხვედრა იყო და ასე შემდეგ. ირაკლი, ეს ხო მაგალითია იმის, რომ შენ არა შენ სახელმწიფოზე ფიქრობ, არამედ დავალებას ასრულებ, ან იმდენად გაქვს დახშული გონება, რომ ეს შენთვის არაფერს ნიშნავს, უბრალოდ გინდა რომ ეს ხელისუფლება მოიშორო და ყველაფრის ფასად დაიღუპოს, განადგურდეს, რა ვიცი, ყველაფერი დაემართოს ჩემს ქვეყანას, ოღონდ მე მოვიდე ხელისუფლებაში, ვეღარ შეიცვლებიან, ვერ შეცვლიან, იმიტომ რომ მათთვის ხომ დამანგრეველია ჩვენი ურთიერთობის აღდგენა. საქართველოს შტატების თემა რო ამოვწუროთ, ხომ არ იგეგმება უახლოეს მომავალში რაიმე სახის ვიზიტი ან კომუნიკაცია, კიდევ უფრო მეტი რომ გვითხრათ ორ ქვეყანას შორის არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე და ურთიერთობაზე. მესმის, მაშინაც ავხსენი, რომ ნამდვილად არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება ასე სწრაფად, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და გაგებით შეიძლება მოვეკიდოთ ამ პროცესს, თუმცა ის ნათქვამი, რომ ისინი ამზადებენ ამ პროცესებს, ესეც, ასე ვთქვათ, რეალობაში ძალიან კარგად არის გაგებული ჩვენი მხრიდან, ჩვენ არსად არ გვეჩქარება ელემენტარული ურთიერთობა. პერსპექტივა ამ ურთიერთობის აღდგენას აქვს. კიდევ ერთხელ უფრო მეტად რომ კონდეს, რაზეც გვაქვს აქცენტი, რაზეც პირველი პასუხი იყო ჩემი, რომ ჩვენ გააზრებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება არსებულ გამოწვევებში თუ როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენ ამისთვის მზათა ვართ და ამ ჭრილში არის განსახილველი ამერიკის შეერთებული შტატებთან ჩვენი ურთიერთობას და ჩვენ გულწრფელები ვართ და მზათა ვართ ამ საკითხების განსახილველად. იქიდან რა თქმა უნდა ეს კეთილინების ასე ვთქვათ კონტურები გამოკვეთილია ამ ვიზიტებთან დაკავშირებით. აი მაგალითად, ხა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის პირველი ლედის მოწვევით არის. ანუ საქართველოს პირველი ლედი მელანია ტრამპის მიწვევით მიემგზავრება ვაშინგტონში, სწორად გავიგე, ხო? დიახ. ეს ექსკლუზივი წინასწარ განვაცხადე, მაგრამ ეს ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც ერთ-ერთი წინა წლებში არანაირი მსგავსი ვიზიტების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირ, ასე ვთქვათ, მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან და ესეც სასიამოვნო ფაქტია, რომ ამ პროცესში შეიძლება ჩვენს წარმომადგენლებს, ჩემს მეუღლეს საქართველოს პირველი ლედის მონაწილეობის მიღება და ესეც ერთ-ერთი ამის აღნიშნული ფაქტია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა ეს პროცესები გრძელდება, მთავარია ჩვენ რა გვინდა, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ მომზადებული, რისთვის უნდა ვიყოთ მომზადებული და ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური დღის წესრიგი. ჩვენ არ უნდა მოვეშვათ, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ფხიზლად, უნდა ვიყოთ სიფრთხილით, უნდა ვიყოთ განსაზღვრული ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან მოქმედებაში ყველა ინსტიტუცია პრაგმატული და რეალური პოლიტიკით. ბატონ პრეზიდენტო, დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ რა თემითაც დავიწყეთ, მინდა რომ იმ თემით დავასრულო მე თქვენს და მაყურებელსაც მივეცი პირობა, რომ დაგითმობდით დროს უფრო მეტი გესაუბრათ იმ სანქციებზე, უფრო სწორად ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და თავისუფალ სიტყვაზე, რაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ორი ქართული ტელეარხის იმედის და პოსტევის მიმართ განახორციელა. თავარი მიზანი რა იყო ბრიტანეთის ხელისუფლების, როდესაც სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პარალელურად იმავე ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ ტელეარხს და ორ ტელეკომპანიას უწესებს სანქციებს. ვცდილობდი რომ ღიმილი მომეცილებინა ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შევძელი, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ეს ორი ტელევიზია გავლენას ახდენს და ბრიტანეთის მთავრობა უკრაინაში გავლენას ახდენს და ბრიტანეთის მთავრობა აქ საქართველოში
ჩვენს ტელევიზიებს ასანქცირებს. სერიოზულად პასუხისგაცემა შეუძლებელია ამ კონკრეტულ ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ფაქტს თუ მივაბავთ, რაზე ჩვენ მქონდა არაერთ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, რომ ეს ერთი ძალის მართული ასე ვთქვათ, გზავნილებია, დასჯის მექანიზმი, არაფერი განსხვავება არ არის, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასა და მისი იმედის და პოზიტივის დასჯასთან და დასანქცირებასთან დაკავშირებით, ან ბიძინა ივანიშვილის ჩვენი, ასე ვთქვათ, მაღალჩინოსნების დასანქცირებასთან, ან ამ კამეტის მოგონილი თემა, ან არ ვიცი ეს რეზოლუციები, ან ის თემა, რომ BBC, CNN-ით და ძალიან ბევრი მედია საშუალებებით გადაცემული, რომ ჩვენ ვკლავთ იმ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის რომ ვაწამებ და ასე შემდეგ, ესეც იგივე ნარატივი, ეს ერთი ქსელი არის, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რა ვქნათ, მოცემულობაა და ბრიტანეთი არის და ჩვენ პირიქით პასუხისმგებლობით და პატივისცემით ვეყრობით ამ ქვეყანას და აუცილებლად უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი, რომ მიუღებელია მსგავსი აქტი. ახლა რასაც უყურებთ გარშემო რა ხდება, ესეც ხო გასაგებია ჩვენთვის, რომ საერთოდ არ ანაღლებთ ახლა აქ ჩვენი საზოგადოება ამას როგორ მიიღებს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ვართ და ჩვენ ავალდებულიც ვართ, რომ ამაზე რეაგირება გქონდეს, პასუხი გავცეთ და ის რაც გიპასუხე მე და გითხარი, რომ მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტის და წარმოუდგენელია განსხვავებული ასე ვთქვათ, შეხედულება და განსხვავებული მიდგომა, მე მზათა ვარ და უნდა დავიცვათ. უღრმეს მადლობა ბატონო პრეზიდენტო, წარმატებები საქართველოს პირველ ლედის, რომელიც მიემგზავრება ვაშინგტონში. მელანია ტრამპის მიწვევით ეს ექსკლუზიურად გახდა ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილი. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ნამდვილად დაცულია და განსაკუთრებული მადლობა იმ სოლიდარობისთვის, რომელიც თქვენ მართველი გუნდის წარმომადგენლებმა, საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა ტელეკომპანია იმედს გამოუცხადა. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა დღევანდელი ეთერი, ბევრ საკითხს შევეხეთ, რაც ჩვენი მაყურებლისთვის იყო მნიშვნელოვანი. ერთმანეთს შევხვდებით, რა თქმა უნდა, მომავალ კვირას, ზუსტად 8 საათზე იმედის კვირაში. ნახვამდის.